სალამი და მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო. დამსწრეს საზოგადოებაო. ეთერშია პატა და ნიკას შოუ. რატომ? იმიტომ რომ ხუთშაბათია. საღამოს 10 საათია დიახ, ასია და ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და ქეიფის და დროს ტარების ხასიათზე გვაყენებს ქსოვრალები და გიორგი შოშიტაში. აი ასე თეატრალურად დავიწყეთ ჩვენი მონოლოგი. რატომ? იმიტომ რომ როგორც იცით 7 თებერვლიდან იხსნება პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრი ახალი პიესით იქაური აკაურები. მაგრამ შემონიკოლოს თვის ბოლომდე ბილეთები უკვე გაყიდულია. დარჩა 27 თებერვლის ბილეთები. რამდენიმე ისიც და იჩქარეთ. გთხოვთ. როგორც თავში აღნიშნე, როგორც ამასინათ აღნიშნე, ჩვენ ვაგირებთ ბატონო. უნდა იყიდოთ ინტერნეტით ეს ბილეთები. კი ბატონო, და აქვე პაატა დავსძენ იმასაც, რომ ამ შაბათს და კვირას კომედი არხზე საღამოს 8 საათზე სერიალ მიხოდა მაროს ახალი სერიები უნდა ნახონ ჩვენმა ტელევიზორში. კი ბატონო, ესეც შევახსენოთ? არა, არ არის საჭირო ისედაც იციან, მაგრამ ჩვენ მაინც ვალს მოვიხდით და შეგახსენებთ. შაბათს და კვირას საღამოს 8-ზე კომედი არხზე მიხოდა მაროს ახალი ძალიან სასაცილო სერიები. კი ბატონო. ახლა კი გადავიდეთ ამბების მიმოხილვაზე და დიდი სიამაყით მინდა გაუწყოთ, რომ 2026 წლისთვის ევროპის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის თბილისი მეორე ადგილზე. ხედა, ხსნით თეატრს და დაეთხო ტურიზმს. აბა, ეს მეორეზე რატომ არის? პირველზე რატო არა ვარ? ვაცადე ბატონო. გაიხსნას ჩვენი კომედიის თეატრი და გადავა პირველზე. რა მოუწევია? კი ბატონო, დავიცდი. არ არის პრობლემა. თან პირველზე რომ გავეყვანეთ, დაგვიწყებდნენ მერე საკისრებელი გაქვთო და არ მინდა გენაცვალი ამდენი დალევა და მართლა აღარ შემიძლია. მონოლოგისთვის კი არ ვამბობ, მართლა აღარ შემიძლია. ისე მაგას რო იკვლევდნენ, 1-2 სუფრით მეტი რო გაშლილი იყო და იქაც დალეული იყო საქართველოს სადღეგრძელო, პირველზეც ვიქნებოდით მე ასე. აღარ შემიძლია მეთქი, მაგრამ კაი. ჩემი თბილისის ხათრით თეთრს გადავაბაო, რაზეა საუბარი. კი ბატონო. უბრალოდ ხაშურებმა მოიდობეს და რა, პირველზე არიან? გადავიდეთ სხვა თემაზე. მოკლედ გერმანიაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში ცხრის ფარა შეიჭრა. რა საოცარი გადასვლა. რა ვქნა. მაგრამ ეს ჩემო კარგებო მართლა მოხდა, არ გატყუე. კი ბატონო. მაგრამ რატომ შეცვიდა, რა უნდათ? არ ვიცი, ალბათ ცხრის ხორცზე დაბალი ფასების გასაპროტესტებლად იყვნენ მისულები, არ ვიცი. ხო, ხორცის განყოფილებასთან ერთ სხვას ტირილი დაუწყია. ბებია ჩემ თუ აქ მაკავდიო, არ მეგონა. და ტანსაცმლის განყოფილებაში ერთ-ერთი ცხვარი საათ ნახევარი აკვირდებოდა შალის სვიტრებს და ისიც აბღავლებულა. კლაუდია მატყლზე გიცანია. მე ის მაინტერესებს, იყინეს რამე, ანუ ამ ფარამ დახარჯა ფარა. ეგ არის, მაგრამ აი ერთი ცხვარი დარჩა და ახლა მწვანილის კონტროლის განყოფილებაში მუშაობს. უთქვამს ახლა ცოტა კი მაჟრიანებს ტარხურის დანახვაზე, მაგრამ სამაგიეროდ კაი ხელფასი მაქვს. ეგ კარგია, მაგრამ ეს შევარდნა მაინც რა წესია. სულ ვიძახდი სუპერმარკეტში დაცვის, მაგივრად გელი დააყენე. გერმანელები ხო ის რანჯიუტი ყავთ. კი, გელი კარგია, მაგრამ რა არიცი, აი მგელი მაინც ცოტა ზედმეტად კაცი. ისე კომპლექსი არ გაუგზავნოთ რას.
კარგი დავანებოთ მაგას. თავი კიდევ ერთი საოცარი ამბავი. აბა გისმენ? ქალმა საქორწინო ბეჭედი დაკარგა. ქმარმა ახალი არ უყიდა და 48 წლიანი ძებნის შემდეგ მაინც როგორი ინტერესიანი და ჟილკიანი კაცი ყოფილა. ჟილკიანი კი არა, მე ჟმოტს უფრო დავარქმევდი. მაგ ქმარმა 48 წელი ოქროს ფასის ზრდას უყურა და მიხვდა რომ ძებნა უფრო იაფი უჯდებოდა და არ მოხდა ეგრე? ცოტა შორის რა ღირს ახლა ოქრო? ძვირი ძალიან და მართალიცაა ეს კაცი, ხო და თუ ბეჭედს დაკარგავთ, ნუ ინერვიულებთ. უბრალოდ 2074 წლამდე მოიცადეთ და მოგებაში დარჩებით გეუბნებით. მოკლედ გახარებულმა ქმარმა ცოლს უთხრა თურმე შენ რომ ბეჭედი დაკარგე 48 წლის უკან ის გიპოვნეო და ცოლს უკითხავს რომელი ხარ შენ? იმხტონო და იმ ჭიამაიამაც ხო გაპოვნინე ეგ ბეჭედი და ახლა მაინც გამიშვი შენი არ გიდა გერმანულად თუ გერმანულად თურმე ბრაზილიის ციხეში თითოეული წაკითხული წიგნისთვის სასჯელი 4 დღით მცირდება. როგორი ამბავია მითხარი? გადასარევი. კაც რო კითხავენ ზონაზე, რაზე ზიხარ ძმაო? ბანკი გავძარცვეო. რამდენი მოგცეს? 10 წელი. ეგ არაფერია, 912 წიგნის ბაზარია სულ და გარეთ. ყოველ ციხიდან გამოსვლისას საკითხული შინაარსი თუ კითხეს და ვერ მოყევი, 2 იმდენს გიმატებენ. აფერისტომის. მაგას ვიგაბედავს შემოპაატე. ეგ კი არა ერთმა თურმე იმდენი წიგნი წაიკითხა, მეორე დრამე რო დააშავოს აღარ დაიჭირა. ესე იგი გინდა ბრაზილიის ციხე გამოგივლია და გინდა ოქსფორდი დაგიმთავრებია. ნაკლებად განათლებული კი არ გამოხდა. კიდე ადრე თუ ნაკოლკებით გამოდიოდა ხალხი ციხიდან, აწის სათვალეებით გამოდიოდა. უმეტესობას დოცენტის ხარისხსაც კი აძლევენ და ნებისმიერ უნივერსიტეტში აქვს ლექციების წაკითხვის უფლება. მთავარია სტუდენტები არ დააღაჩავენ. ახლა უნდა გითხრათ გადასარევი ამბავი. გისმენთ? ეს მედიცინა ხო სულ ვითარდება და ზოგჯერ რადიკალურად ტრიალდება ყველაფერი. მოკლედ, ქართველი ექიმები ამბობენ, რომ ღვიძლისთვის ძროხის ხორცი უფრო მავნებელია ვიდრე ღორის. ყველში მიცხოვრი. ანუ რა გამოდის? ხაშლამის ქვაბს უნდა ეწეროს, ხაშლამის ჭამა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. იქნება რეცეპტიც მომთხოვენ, ხაშლამის ვერ გავიგე. გადამრევენ რა ეს ექიმები მოიცაკაც. რა ქნან ახლა ამ ექიმებმა? ცოლები ეჩხუბებოდნენ ამდენ წვათს რომ ჭამ, მავნიაო და დადესაგერ დასკვნა. მოკლედ რა, თვითონ ამ ღვიძლზე ფიქრობენ და თვითონ ღვიძლს კი არაფერს ეკითხებიან, კაცო. იქნება და მოსწონს, რასაც ვაც, რატომ უგრძალა? არ ვიცი რა. მე ამჯერა ასეთ რაღაცების ამჯერა. ქართველი ექიმები ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ გააჩნია სად მოისმინეს, კაბინეტში თუ სუფრაზე. 6-მდე თუ მოისმინეს კაბინეტში და 6-ის მერე სუფრაზე როგორც. მაგრამ ეგენი ხო იცი, 6-ის მერე არ სვავენ. საათის? არა კაცო, ყანწის. ისე ნეტა ძროხებმა თუ იციან ღორებზე მავნებელი ხორცი რო ქონიათ, არ უთხრათ ჯობია. გადაირევია საწყლები. ხო და მაგაზე გამახსენდა ზუსტად აღმოუჩენიათ ძროხა, რომელსაც შრომის იარაღების გამოყენება შეუძლია. გადაირევი კაცი. დღემდე არ ვიცი არც ერთი იარაღის გამოყენება და ძროხა რო გაჯობებს, რა ვიცი, არ ვიცი. ანუ რას ამბობ, რომ ბარი, თოხი, ნიჩაბი ყველაფერს რა ჯობია რომ სადიდობ და ძროხა ტარხუნას და პრასრო მოგაწდის, შემოყვანილიაო, ჭამე, ფაქიზოს დაკრეფილი, გიტარები დამწვანილი, შვენიერია, აბარა. ესე იგი, კაციც ეგაა სახში, ქალის და ძროხაც. უბრალოდ ერთი ცუდი ჩვევა აქვს. რამეს რო აიღებს, თავის ადგილზე აღარ აბრუნებს. საბაგირო ჯიქნები აქვს ბევრი. როგორია? საინტერესოა. ამ ძროხის ხორცის ვნებს ღვიძლს, აი კონკრეტულის. განგაგიდეს. ეგ ახლა ალბათ ტელევიზორთან ზის და გვიყურებს. სკდება ზვილი, თახა დარწმუნებული. არ მითხრა, დილაობით სანამ ნახიში წავა, ბავშვებს ტოვებს სკოლაში. თორე გადავირევი ნამდვილად რა. ახლა უარეს საოცრებაზე უნდა გადავიდე, ჩემო კარგებო. მეცნიერების დაკვირვებით, მდედრი ბაღაყები, სულ მაინტერესებდა ეს.
მდედრი ბაყაყები, რომლებსაც შეწყვილება არ უნდათ მამრებთან, რომლებიც ფიზიკურად არ მოსწონთ, თავს იმკვდარუნებთ. არსებობენ ლამაზი ბაყაყებიც. არც ისეთი ლამაზი ბაყაყებიც არსებობენ და ლამაზებიც, გადაირევი რა. კი და შედარებით ჭკვიანი მამალი ბაყაყები ალბათ დეფიბრილატორებით დადიან პაებაზე. მოიგდარუნებს თავს დედალი, ძგაპ და წამოახტუნებს ეხზე და მიდი, მერე. ანუ ბაყაყების სცენაზე ეს თავის მომკვდარუნება ნიშნავს თავი მტკივა დღეს. ალბათ ხო? ბაყაყი ეძახე და ჰოლივუდის მსახიობის ჯიჭი ქონია. ხო, კიდევ კარგი ზღაპრებში რომ ბაყაყებია, იმათ არიციან ეგრე, თორემ დავრჩებოდით პრინცესას გარეშე. ბაყაყები კი და დედალ ხრიკებსაც სხვა წესი ქონიათ. მოკლედ, მამალი ხრიკი თუ არ მოეწონათ, ბოხმაზე იწყებენ ლაპარაკს. ისიც მამალი რო ეგონოთ და თავი დაადებენ. გაიგე? სანადი წავი. ეგ უფრო ჭკვიანური მგონია. ახლა ამ ამბავს ზოოლოგიის ახალ სახელმძღვანელოებში ჩაწერენ ვითომ რას ფიქრობ? იმედია, თუ არა და ინტერნეტში ხო ნახავენ ბავშვები. რაღაც დახავენ. რატო? სკოლებში გაკვეთილებზე ტელეფონის გამოყენება არა მარტო მოსწავლეებს, მასწავლებლებსაც ეკრძალებათ. არ არის ეს ცუდი ამბავი, მაგრამ უბრალოდ გადაირევიან მასწავლებლები. რა ვაკეთოთ ამ გაკვეთილზე? არ ხელფასის დღეს მაინც გამოვიყენებთ, ჩარიცხვა რომ ნახოთ. რა კაგი ტრენდები მოაკლდება TikTok-ს? კარგით რა ხალხო რა. რასი სასტიკია. იმედია მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც ამ იდეის ავტორი Facebook-ზე უკვე დაბრუნდეს. აი ეგრე. ისი ახლა ვიხსენებ ტელეფონი სკოლაში ჩვენ დროსაც აკრძალული იყო? ჩვენ დროს იყო რუბიკ კუბიკი აკრძალული განსო და ლაგატკები რა ხო, გამახსენდა. სულ მერევა ეგერი ერთმანეთი. და მიმოხილვას ერთი საინტერესო ამბით დავამთავრებთ. მეცნიერების კვლევით, სიმღერა ჯამრთელობისთვის, კერძოდ კი ნევროზისთვის, ფილტვებისთვის და ზოგადად კარგი განწყობისთვის ყოფილა ძალიან კარგი. მაშინაც კი, როცა სმენა არ აქვს. ბოლო ფრაზა გამეორე. მაშინაც კი, როცა სმენა არ აქვს. შენ გაიხარი ამ ბოლომ დამამშვი. გადასარე. სხვათა შორის. სხვა რაღაცეებისთვისაც სასარგებლოა. რაც სიმღერა დავიწყე, არც ერთი მწერი აღარაა სახში. პრინციპში აღარც ოჯახის წევრია. გადავიდეთ სიდედრთან. ცუდია? კი. კარგია. სიმღერა ხსნის სტრესს, უბრალოდ ამ დროს ოჯახის წევრები ისტრესებიან და რაქნა. სხვათა შორის ერთ რამეს დავაკვირდე. როცა მანქანაში ვღერი, გვერდზე გაჩერებული მძღოლები შუშას სწრაფად წევენ. კი, კაცო. აი, რაც აუმღერდით, მოვედით ჯანზე. ხო გვიყურე? ან რა თუნდა ამას ბევრი კვლევა ქართულ ესტრადას შეხედეთ და მიხვდებით რომ ეგრეა. ვერ არიან კაშები, ვით ვენაცვალე მე მაგ. არ გსოვრელებს შეხედეთ აგენ? ბუთხნიან, ვიჭები ყველა. შეგენაცვალე, როგორი ბადრიჯნის ფერები გადაკრავთ. ამის გარდა. ამაშია საქმე. ჯანზე რო იყო დღეში 1 2 3 4 კილომეტრი კი უნდა იმღეროთ, აბარა. ჩვენ კი ვიმღერებთ, ჩემო პაატა, მაგრამ ამ ხელოვნურ ინტელექტს რა უნდა? ეს გადამეკიდა და ქართულ პოეზიას და გვიმღერის აქ, მარაგები შლიდნენ ბანაკს. აი ნუ რა არის ვერ გავი, რა ვიცი ჩემონიკა. ავალებენ და ისიც აკეთებს. პრინციპში რაქნას მაგანაც კი მიშლის ნერვებს. შეოჯახა შენებულო. ყველას კი არ უნდა დაუჯერო, მე არჩიე რამე ისეთი რო იმღერებოდეს. ან მუსიკას სწორად შეურჩიე, ვინახარ ასეთი უნიშა. რაიტიშნიკ მაგშობა შეოჯახა შენებულო. ისე შენ ერთი ხელოვნური ინტელექტი, მომხედე აქეთი. შენ თავი მართლა მაგარი ხوار გონია, რა უნდა ბიჭო ერთ ლექსზე სიმღერის გაკეთებას. ტექსტი გაქვს, მუსიკა გაქვს, მიწევ, მოწევ, შეცვლი რაღაცას და გვიმღერი ხარ აქ. ერთი და იგივე ხმაზე. შენ თუ მაგარი ხარ, მოიდობე ცოტა, ამდენი ხელოვნების ნიმუში გვაქვს ქართველებს. დამიქსე, არჩიე, დაფიქრდი წესიერად.
სხვა რა საქმე გაქვს და უკეთესი გამოგივა შეუჯახეჭერებ. გამოუარა ის. დამიჯერე ძმაო, ხელოვნური ინტელექტი ვერასოდეს აჯობებს ადამიანს. შემოქმედებაში და ვერაფერში. ბოლო-ბოლო ხო ადამიანი შექმნილია. კი ბატონო, მასია რა იცის მაგარ პოეზიის. რა ვქნათ ახლა იცი ნიკუიში? ახლა ჩვენ ავდგეთ და ჩვენ შევთავაზოთ ქართული პოეზიის ნიმუშებისგან შექმნილი მუსიკალური კოლაჟი. მაყურებელსაც და ხელოვნურ ინტელექტსაც და მერე შერწყება და აჩუბებს ენას. ეგ რაღაცა ხელოვნური ინტელექტი თუ რა ვიცი, რა ვიცი. კი აღირსი მე თუ მკითხა, მოდი მივცხოთ აბა ერთი. კარგად მოგვისმინა. ბიჭო, ნუ იყურები თუ ხელოვნური ინტელექტი აქეთ მოგიტრიალდი. კარგად მოგვისმინა. აბა წავედი.